საქართველოს ეროვნული არქივი, აუდიო ბიბლიოთეკა, ქართული ლიტერატურის კლასიკა. სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა ორბნი არწივნი ვერ შეხებიან, სად წვიმათოვლნი ყინულად ქმნილნი მზისგან აროდეს არადნებიან, სად უდაბურ სამას მყუდროებას კაცდრიამული ვერ შეწვდენია, სად მეუფება ჭექაქუხილსა ყინულს და ქართა მხოლოდ შტენია, უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა გამოვქვაბავთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი. ფრიალოსეებრ ჩამოთვლილი აქვს იმ წმინდად სადგურს ყინულის ზღუდე და ზედ კარია გამოკვეთილი ვით კლდის ნაპრალზე და არწივის ბუდე. ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვის ზედა კიდია თურმე იმ კარსა და თუ არ ჯაჭვით სხვაფრი ვერ აგზით ვერძალუც ასვლა ვერ არა კაცსა. აქა ყოფილა უწინ კრებული ღვთისთვის ქვეყნიდან განდეგილ ძმათა და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე ისმოდა ქება წმინდა წმინდათა. აქა გამდგარა განშორებიან ამ წუთის სოფლის სამაცდუროსა, აქ ღირსებიან მართალთათანა სავანეს სამას საუკუნოს. გასულან ამა ქვეყნით მამანი და ტაძარი ღვთის გაუქმებულა და ის ადგილი ის არემარე ესოდენ წმინდად სწამს დღესაცერსა, რომ ნასროლს ნადირს მუნ შეპარებულს მონადირეც კი ვერ ახდებს ხელს. თუ არ ღვთის ღირსი სხვა ვერ ვინ თურმე ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება და თუ შეჰბედავს მსწრაფლ რისხვა ღვთისა ჭექაქუხილით მოევლინება. ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს მეუდაბნოე შეგედლებია. საიქიოსთვის ეს სააქაო დაუთმია და განშორებია. განშორებია ვით წოდვის სადგურს, ვით სამეუფოს ბოროტისასა, სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს განსაცდელს ამას ეშმაგისასა. სად წოდვა კაცსას დევნის დღე და ღამ, ვით ამპარავი და მტაცებელი, სად რასაც ხადის მართალი მართლად, მას უმართლობად ქმნის წოდვის ხელი. სად რყონა, წაწყმედა და ღალატია, სადაც ძმა ხარბობს სისხლსა ძმისასა, სად ცილი ზაკვა ძულებად ახდის წმინდა სიყვარულს მოყვასისასა. განშორებია ამ წუთის სოფელს, სად ყოვლი ნიჭი მაცდურება, სად თვით სიტურფე და სათნოება,
ეშმაკის მახე და ცდუნება. არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს სულის სიმაღლეს ზედ დაჩნეოდა. ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი სულ სხვა მსოფლიოს შეხიზნებოდა. სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი, სიწმინდის მადლით დაშვენებოდა და მაღალ შუბლსა ნაოჭად შეკრულს შარავან დედი გადაფენოდა. მის თამცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი, თითქოს მათში განჩასახებულა თვით სათნოება კდემით მოსილი. თითქონელისა სიხარულითა სამოთხის ღია კარშე ხარიან და სულთან ერთად უფლისა მიმართ სასოებითა მიისწრაფიან. ლოცვით და მარხვით ხორცუძლურ ქმნილი, გვანდა წმინდანსა იგი წამებულს, მრავალ გზით ტანჯულს და ტანჯვაც ზედა ძლევით მოსილსა და განდიდებულს. წამება მისი ღმერთს შეუწირავს, ვედრება მისი ღმერთს უსმენია და სასწაული ნიშნად მადლისა მღაღადებელზედ მოუვლენია. ბნელსა სენაქსა, სად იგი მდგარა, ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი და მუნით თურმე გადმოდენილა შუქი მზისა და მთვარის ნათელი. როს ლოცულობდა, იმ სხივსა თურმე თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდნობდა და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა. ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი, ეგრე უბიწოდ იგი ცხოვრობდა და თვის სიწმინდეს ყოველ დღე თურმე ამ სასწაულით შეიმოწმებდა. ერთხელ საღამოს ლოცვით დაღლილი გადმომდგარ იყო ზღუდის კარებსა და დაფიქრებით გადმოჰყურებდა მწვანით დაფენილ მთისა კალთებსა. მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად მთისა გადაღმარდა სულიყო და მთის წვერზედ ვით ცეცხლის ბორბალი ირგვლივ სხივ გაშლით ანთებულიყო. ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი წითლად და ყვითლად მზისგან ღუოდა და განსჭოლული მისი ღრუბელი შორს ათასფერად სხივებში თრთოდა. ამა უბიწოდიადი სხილვით წარტყვევნილი იქნა განყენებული და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას შესცქერდა მზესა განცვიფრებული. უეცრად ასტყდა რა მიავქარი დაბერა კლდეთა, ნაპრალ და მღვიმეთ და მყინვარი და ვითა ვერშაპი, შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ. დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი, ცაზე განერთხო და გაიშალა და იქ თითქო მტერშე ეჯახაო ჭექა ქუხილით დაიგრიალა. შეირყა მთელიცა და ქვეყანა იმა ჭექით და იმა ქუხილით. წააირია და ბნელ და უცებდა წამოვიდა სეთქვა შხუილით. ქუხვა და ჭექა, ელვა და სეთქვა, არევდარევით ღრუბლების რბოლა. ქართა აც გრიგლად რადმე ქცეულთა, ზარით და ზათქით კლდეებში კროლა. ყველა ესენი ერთად რეულნი ღვანდნენ ცითვლენილს რისხვას ღვთისასა. თითქო ღმერთი ჟის ქვეყანა სოდვილს დღეს მას საშინელს განკითხვისასა. ამ დროს ის მწირი სენაკში იყო, ცრემლით ალტობდა ღვთის მშობლის ხატსა და ხელა პრობით ევედრებოდა წარწყმედისაგან ქვეყნის ახსნასა. მოესმა რაღაც კაცის ხმა, ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა, ყური ათხოვა და თითქო ვიღაც კივის იძახის ზღუდის საძირსა.
ეცა მსრაფ კარებს და გადიხედა, ვიღაც კარის ჟაჭვს ზედ მოსდგომოდა და ვით ყრმა ვინმე ღაღადების ხმით შესაფარებელს ბინას ითხოვდა. თუ ძეა კაცის, რა მოიყვანა ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნის არღუნისას, მხეციც, ნადირიც, თვის ბუდეში ძრწის მორიდებული ამ რისხვას ღვთისას. ჰკითხა, ვინა ხარ? კაცი თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან. კაცი ვარ, კაცი, მომეცი ვინა, მიხსენ ღვთის მადლსა სიკვდილისაგან, ვერ ხედავ ლამის საჩავო იცეს და ზედ დაეცეს დედამიწასა, რა დროს კითხვა, შევიბრალე მე და ნუ დამიჭერ ჭერსა, ვინასა. მართალის თქვი შენ, თუ ხარ ძე კაცის, ცოდვა გარეთ დაგტოვო ამ დროს. თუ მაცდური ხარ შანს ღმერთს წადია მწირი ცოდვილი აც გამომცადოს. ამოვედ ვინც ხარ, იყავ ნება ღვთის. ხელი ჩავლე მაგ რკინის ჯაჭვს, ნუ შეშინდები, კიბია იგი დაზედ რგოლები საფეხურად აქვს. და იმ ბნელაში იგი წვალებით ავიდა მაღლა იმ აჯაჭვით. მუნდა ხვდა მწირი, რა ვინ არის ვერ გაარჩია სიწყდიედით. გამომყევ ვინც ხარ, ბინას მოგცემ შენ, გაგიზიარებ ჩემს ასენაკს. სახლი ღვთისა შენ შეგიფარებს, შენებრ მახვეწარს მრავალსა სხვას. წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს. იქ უფრო ვიდრე გარეთ ბნელოდა. მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეული ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშ ეჩნდოდა. რა ცივა, სთქვა მან სტუმარმან. ლამის გავშეშდე სიცივისაგან. წირს ხმა ეოცა, ქალის ხმას გვანდა, შეკრთა შეშინდა ამ ახმისაგან. ნუ თუაც ბედმა ქალის სახითა განსაცდელი რამ მას მოუვლინა. ვითაელვამ ამისმა ფიქრმა გულში ზარცემით მწირს გაურბინა, მაგრამ იქნება ბედმა ეგექმნა მის და საცდელად თვით უფლისნებით და კისრა თიდოვით ნება ღვთისა სასვებით და გულდამშვიდებით. შეშა არა გაქვს? ჰკითხა სტუმარმა. მოიტა ცეცხლი ავანთო ერთი, ხვალ თუნდა მთელ ზურგს მიამოგიტან, ოღონდ დღეს გავთბე შენი ღმერთი. მეუდაბნოემ იქავ კუთხი და მოზიდა შეშა ცეცხლია ანდო. რა გაძვიერდა, ცეცხლისა შუქმა ბნელი სენაკის სინათლით მორდო. ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა სტუმარს იქ მჯდომელს ზედ მიეფინა, გასაოცარი რაღაც შენება განდეგილს თვალწინ წარმოედგინა. ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით, სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით, ნაზად ამაყად ცეცხლა პირსიჯდა, ვით მინდრის შველი ყელმოღერებით. ეშხით ამბრქვევსა მის შავსა თვალებს, თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა, მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი, ვით აძლეული უკუქრთებოდა. ბოლოს კითხა მან. ვინა ხარ შვილო? ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა? მერი ამ დროსა რო სავდრისაგან ლამის წაერღვნას მთელი ქვეყანა. წყემსი ქალი ვარ. აქ მთის კალთებზე ცხვარს ვაძოვებდი მამიჩემისას. ბალახმა ცხვარი ამოიტყუა და მეც ამოვხევ ფარასა ცხვრისას. ლამაზი იყო ამ დღის საღამო, რა რიგ შვენოდა მზე დამავალი. შევხედე თუ არ იმზეს, იმ ცასა, გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი. ღვთის სახესავით გარს შუქ მოსხმული, მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა და საკვირველი ის სანახავი თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა. სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი ნუენდობიო შვილო ამ ყინვარს. ნახავ მზია დგას, უცებ გაწყრება და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს. მაგრამ რა სიზამ, მოდი გულს უთხარ, კარგ სანახავზე ნუ ხარ თქო ხარბი. მე იქ გავერთვი, მყინვარმა თურმე უცებ შეიკრა მრისხანეთ წარბი. ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა, თიდამა ცივი ავარდა ქარი, მოვინდომე ცხრის გამობრუნება გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.
უცებ შემემთხვა იქა ვავდარი სეტყვა ტყუიასებ წამოუშინა ცხვარი გამიფთხო ვერ მივეშველე ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა რა მექმნა ბეჩავს საბრალო თავი სად შემეფარა გადამერჩინა სთქვი აქავ დავრჩე და ბედს მივენდო თუ გავბედო და წავიდე შინა დავრჩენილიყავ მერე ვინ იცის გავახწევდი ღამეს ბედშავს წავსულიყავ და ამ ბნელაში ეგრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს მაინც გავბედე შინისკენ წასვლა სთქვი რაც მომივა დე მომივიდეს თურმე ნუ იტყვი გზა ამრევია და მოსდგომი ვარ მონასტრის ზღუდეს ჯაჭვს ზედ წავაწყდი და მაშინ მივხვდი რომ აქ მყინვარის მონასტერია ისიც ვიცოდი მამიჩემისგან რომ მონასტერში ვიღაც მწირია გახარებული გეძახდი დიდხანს შენ კი კარგა ხანს მე ხმა არ გამი სთქვი ვაიმე თუ ვერ გავაგონო და აქ მომიხდეს ვათიო ღამე მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა და შენამდე ხმა მოვაწდინე სხვა ხომ შენ ციცი ღმერთმა გარჩინოს როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე მე ნუ მიმადლი შვილო შენს დახსნას ღმერთია ყველას მშველელი ხსნელი ღვთით არ განწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენა შემწყნარებელი შენ კი ეშმაკი მგონი გეგონე ნუ მიწყენ შვილო და ნურცა გიკვირს შენვეს თქვი სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს განაქვეყნა და შენ არავინ ყავს ან ძმა ანუ და ან ნათესავი ყვანდნენ და ყველას გამოვეთხოვე აქ მოվել და ღმერთს შევწირე თავი მასაკეთ ბევრი წელიწადია არ ვიცი როგორ არ ვთვლი წელთა სვლას მოვშორდი შვილო წუთის სოფელსა და რაღაც ვაქნევი მის ჟამთა ცვლას მოშორდი და აქ სულ მარტო კახარ ეგეთი არის შანს ნება ღვთისა როგორ თუ ღვთისა ღმერთს რაში უნდა მყინულებში ყოფნა კაცისა ღმერთო ნუ მიწყენ ნურთ შენ გამკიცხავ მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა როცა აქ ცხარი მიძოებია და შემიხედავს მყინვარისთვისა მომგონებია მამის ნათქვამი იქ ყინულებში კაცის ცხოვრობსო სულისთვის ხორცი გაუწირნია უწუთი სოფლოდ მარტო კაც ძლებსო გამკვირვებია მე ეს ამბავი მithქვამს იქ ყოფნა რას არგებს სულსა განასწინს ღმერთს რომ კაცი შეხარის ქვეყანას ღვთითვე დაბადებულსა ვფიქრობდი ნეტა მაშ რისთვის მორთო ესე ლამაზად წუთი სოფელი განა მისთვის რომ ადამიანმა შეაჩვენოს და აიღოს ხელი ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო ჩემს სტოლს და სწორსა ლხინს და სიხარულს ღმერთო ნუ მიწყენ ვერ ვიზამ მაგას ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს ან შენ როგორ ძლებ უწუთი სოფლოდ მერე იცი კი რა რიგ ტკბილია აქ სიკვდილია იქ კი სიცოცხლე აქ ჭირია და იქ კი ლხინია ნუ თუ თვისტომი ტოლი და სწორი ყველა გული და მამოგიღია ნუ თუ ნაღველი დარდი და ჯავრი თან არავისი წამოგიღია არ გაგონდება არც მამა დედა ან ძმა ანუ და ან სახლი კარი ნუ თუ მის დღეში არა ყოლია მოკეთე გულის შემატკივარი როგორ მოშორდი რა გითხრა შვილო ყველაზე უფრო სული ტკბილია იგი ტყვე არის წუთის სოფლისა და ეგ ყოველი მის ბორკილია მაშ ვინც ქვეყნად ვართ ყველა წავწდებით ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა ხსნა ყველგან არის ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე უბედურსაო და მწირსა უცებ გულს ელდა ეცამ სიტყვის თქმაზეთ ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია და ვით მოადგა იგი ენაზეთ
უბედურსაო, ეგ ხომ სიტყვა გულისკენის დასამდურავისა, ეგ ხომ სულ თქმა აღმოკვნესა ბედნიერების დამკარგავისა. მან რა დაკარგა? ნუ თუ არ ყოფნის, რომ მან დაზლია საწუთროება, განდგა მისგან და აქ მოიპოვა სულის მშვიდობა და მყუდროება. ნუ თუ დაკარგვა და წმიაჩნია დამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა და არ აკმარის, რომ სულს დაუდგა წმინდა საყდარი უკვდავებისა. რა დაემართა? რა მოუვიდა? ნუ თუ უჩივი საწიგი ბედსა, ნუ თუ აწნანობს ქვეყნის დათმობას და მონაცრას მესდებს შემოქმედსა. არ შეკადრებს ღმერთსიგი სამდურავს, არ გასწირავს სულს შევედრებულსა, ვით არ იკმარებს ღვთისაკურთხევას, მასეთ გულხვად მომადლებულსა. არა და არა. მაშ რა მანს ძლია და ეს სიტყვა რა მომაკვნესა? მიმოიხედა თვის გარს საბრალომ, თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა. არავინ იყო, ხოლო ცეცხლა პირს ქალს დაღალულსა მისცინებოდა და ცეცხლის შუქი მისტურ პასახეს ვით საყვარელსა ზედ დახაროდა. საოცარი ომიძინებული, იგი სიდურფე, იგი შვენება, თითქო მის შექმნას ერთად ცtilano თვით სიყვარულიდან ეტარება. და რა იხილა კვლავ იგი მწირმა დაუცხრა სული აკოთებული და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა თვალი ტყვექმნილი გაშტერებული. რად შემსჭოლა თვალი ამ სახეს? ის სახე ატკბობს თუ ეოცება, მორიდება სურს და ნეტა თვალი რად ეურჩება და არ ნებდება. დიდხანს დაცქერდა. ნეტა რას ხივი გურჩა ეფინა ნელი და თბილი. ძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი. აქამდისაც ხომ გული უძგერდა, ეხლა სულ სხვა მის გულის ძგერა, ეხლა მის გული თითქო ებანს ცემს და ისმის ჩუმი ებნის სიმდჟღერა, როგორი წამოს და რა დაარქვას ამ ჯერ არ ცნობილ სიტკბოებასა, თუ ცოდვა არის ეგრე რა დაკავს სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა. ფეხი წინ წასდგა. არ იცის კი რად, ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით, ძილში ჩაყოლილ ფიქრს თუ ოცნებას, ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით, იმა ღიმილის გრძნეული ჯადო ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა და იმა წვევის მაცდურებასა ზე არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა და ვერ გაუძლო საბრალო მწირმაც და დაიხარა თავი თუ არა უცებ გარშაშდა. წაწმედავ, ეს რა სურვილი გულს გაიტარა? ნუ თუ ვიძლიე, არა და არა, ეს სასოება არ დაუძლოვდეს და რაცა სურდა აქამდე ჩემს სულს, იგივე უნდა ბოლომდე სურდეს. არა და არა. არა იყრის მადლს და სულს ღვთისაგან უკვე მიჩნეულს, არანაცვალებს და არ დაუთმობს ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯით ძლეულს. მაგრამ ეს რა? წაწმდი თუ არა, ეს ვინ ჩასახის ნიშნგებით ყურში? დაგძლია თუ არ, ეს ვინ გაკივის გახარებული იმის მკვდარ გულში? ეს რა ხარხარებს, ეს რა დასცინის, ეს რა ხმა ისმის მის გარსელ ხენისა? მართლა ეგრეა თუ ყველა ესე მხოლოდ ცდომა ყურთასმენისა? და შიშით ზარით გარს მოიხედა. კვლავ არ ვინ იყო, ქალს კვლავ ეძინა. იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა. მით რა ეშველა, იგივ ქენჯნა, იგივე ძრწოლა, შიში და ზარი, რად არ დადგება, რად არ ასხრება იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი. სული გულს იწვევს ღვთისავედრებად, გულის სხვას ამბობს არ ანებდება. ნუ თუ ღვთისმშობლის საფარო ქვეშაც წყეული ხორცი არ დაწყნარდება. ზეაიხედა, დედა ღვთისხად სამამედრებელი შემართა თვალი და ვაი, წმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად თვალწინ დაუდგა იგივე ქალი.
ირჯვარი უნდა, ხელი არ ერჩის, ლოცვის თქმა უნდა ენაებნება, ხატის ხილვას წყურს და იგივ ქალიწეული თვალთელანდება. ამას რას ვხედავ? ეს რა მეწვია? ცხადია იგი თუ აჭრდილია. ნუ თუ მე ვწოდე და წმინდა ხატი ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია. ნუ თუ აძღმერთი ღირსად არ ამხდის, რომ დედა ღვთისა კლავ ვინახულო და მის შეწევნით მისვე წინაშე ხორცზე კლავ ძლევა ვისასწავლო. ნუ თუ ვიძლია! აბა ძლიეო და კვლავ ვიღაცამ გაიხარხარა იმის სენაკში. აწიმა ხარხარს ვეღარ გაუძლო და როგორც გიჟი გავარდა კარში. რიჟაჟი იყო და თენდებოდა. გადაყრილი იყო ციდა მღრუბელი და დაწყნარებულ სწუთი სოფელსა დილის ნიავი დაჰქროდა ნელი. ეს ვინ რბის, დაძრწის, ეს ვინ ტანტალებს იმ კლდეებში ათმა აბურწკნული. ნუ თუ მწირია, იგია, იგი, ვითა სიკვდილი გაფითრებული. აჰა, მოარდა, ზღუდის პირს დადგა და მწურვალებით უწყერს მთის წვერსა. თითქო იქიდამ გამოელისო თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა. მზის ამოსვლას ელოდებოდა. რად არ ამოდის, რად გვიანდება, დღემდე თვით ჟამი არ იყო და ეხლა წუთიც რად უძნელდება. ამოვიდა მზეც, მსრაფლ უკუ იქცა, შევარდა სენაკს გახარებული და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად ნახა სარკმლიდან გადმოშვებული. გულზედ მოეშო. კვლავ სასვებით დედა ღვთისასა მიაპყრა თვალი. კვლავ ნახა იგივ ცხოველი ხატი მადლით ნუგეშით გადმომზირალი. არ შერისხულას ჩანს ჯერეთ ღვთისგან და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა. მივარდა ლოცვანს დააყრდნო სხივზე და ეჰა სხივმა არ დაიჭირა და ეს ხარეტი თვალთ დაუფნელდა გაშრა გაშეშთა ზარდაცემული ერთი საშინლად შებღავლა ღმერთსა და იქავ სხივ ქვეშ უდევას. და იქ სად წმინდან თუ დიდებიათ ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების, იქ სად უწირავთ უფლისა მიმართ მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, აც შორის ნანგრევთ და ნატამალთა, მარტო ქარი ღადადის და ქშუის და გამომბრთხალი ჭექა ქუხილით, ნუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის. საქართველოს ეროვნული არქივი. აუდიო ბიბლიოთეკა. ქართული ლიტერატურის კლასიკა.